როგორ ფიქრობ, რა არის ყველაზე მაღალი ადგილი, სადაც ადამიანს შეუძლია ცხოვრება? მართალია, ბევრი ფიქრობს, რომ შეუძლებელია ცხოვრება მაღალ მთებში, რადგან იქ ჰაერი თხელია, ძალიან ცივა და თითქმის არანაირი მცენარე არ იზრდება. მაგრამ სინამდვილეში მსოფლიოში არსებობს თემები, რომლებიც 16000 ფუტზე მეტ სიმაღლეზე ცხოვრობენ. ასეთ ადგილებში ყოველდღიური ცხოვრება დიდი გამოწვევაა. მაგრამ ამის მიუხედავად იქ მუდმივად ცხოვრობენ ადამიანები. არსებობს სახლები, სკოლები, ეკლესიები, ბაზრები და ოჯახები, რომლებიც თაობების განმავლობაში ცხოვრობენ მაღალ მთებში. მაგრამ როგორ ახერხებენ ისინი ასეთ ადგილას ცხოვრებას? რა არის მიზეზი, რის გამოც მათ აქ დარჩენა არჩიეს? და როგორი შეგრძნებაა მაღალ ადგილას ცხოვრება? სწორედ ამას გავიგებთ ახლა. მაგრამ სანამ საუბარს დავიწყებთ, გთხოვთ დაალაიქოთ და გამოიწეროთ ჩვენი არხი. ეს ჩვენთვის კონტენტის შემქმნელებისთვის ძალიან დიდი დახმარებაა. ასე რომ დავიწყოთ. ნომერი 15, გასა ჯონგი, ბუტანი. ბუტანის ჩრდილოეთ ნაწილში, ტიბეტის საზღვართან ახლოს, მდებარეობს გასა ჯონგი. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან დაახლოებით 2800 მეტრი, ანუ 9400 ფუტზე მეტია. ეს არ არის ყველაზე მაღალი ადგილი ამ სიაში. თუმცა ეს ერთ-ერთი ყველაზე შორეული თემია, სადაც მთელი წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობენ ადამიანები. სიტყვა ჯონგი ნიშნავს დიდ ციხეს, რომელიც მთავრობის ოფისად და ბერების მონასტრად გამოიყენება. ამიტომ ეს უბრალოდ სოფელი არ არის. აქვე ტარდება ადგილობრივი მთავრობის მრავალი საქმიანობა. გასა ჯონგი აშენდა მე-17 საუკუნეში, ჯაბდრონგ ნგავანგ ნამგიალის ბრძანებით, რომელიც იყო ლიდერი და გააერთიანა ბუტანი. ეს ადგილი შეირჩა იმიტომ, რომ მაღლა მდებარეობს და ირგვლივ ხეობების კონტროლი ადვილია. ადრე ეს ადგილი ქვეყნის თავდაცვისთვისაც მნიშვნელოვანი იყო. აქ ცხოვრება ადვილი არ არის. ზამთარში ტემპერატურა -10 გრადუს ცელსიუსამდე ეცემა. ხშირად წვიმს, ფოვლიც მოდის. ამიტომ ზოგჯერ ადამიანებს მგზავრობა უჭირთ. მოსახლეობის ცხოვრების წესი უბრალოა. სახლების უმეტესობა ქვისა და ხისგან არის აშენებული. წყალი მთის წყაროებიდან მოდის. მოსახლეობისთვის პატარა სკოლა და სამედიცინო კლინიკაც არის. ბოლო წლებში ბუტანმა დაიწყო ეკოტურიზმის დანერგვა ამ რეგიონში. გასაცნობელია თავისი ლამაზი სალაშქრო ბილიკებითა და ბუნებრივი ცხელი წყაროებით. თუმცა განვითარება მაინც შეზღუდულია. კადრმა მთავრობას სურს შეინარჩუნოს ბუნება და საზოგადოების მშვიდი ცხოვრება. დღემდე გასა ჯონგი რჩება ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ და ყველაზე იზოლირებულ მუდმივ საზოგადოებად ჰიმალაიში. ნომერი 14, ლარინგო, ლარინკონა და პერუ. არის ერთი ქალაქი მსოფლიოში, რომელიც იმდენად მაღლა მდებარეობს, რომ ბევრი ადამიანი სუნთქვას ვერ ახერხებს, როცა პირველად ჩადის იქ. მაგრამ გასაკვირია, ათასობით ადამიანი მაინც ირჩევს ცხოვრებას ამ ადგილას. ეს ქალაქი არის ლარინგო, ლარინკონა და პერუში. ის მდებარეობს ანდების მთებში და ზღვის დონიდან დაახლოებით 5100 მეტრზე, ანუ 16000 ფუტზე მეტ სიმაღლეზეა. ამიტომაც იგი ცნობილია როგორც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მუდმივი დასახლება. ადგილის სიმაღლის გამო ჰაერი ძალიან თხელია. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ნაკლებად იღებს ჟანგბადს. თუნდაც უბრალო სეირნობისას ისინი შეიძლება ადვილად დაიღალონ. ზოგიერთს თავის ტკივა, ეხვევა თაუბრუ, ან სუნთქვა უჭირს, სანამ მათი სხეული ნელ-ნელა ეჩვევა გარემოს. ქალაქის გარშემო თითქმის არ არის ხეები. ადგილმდებარეობა ძალიან ცივია და მაღალზეა, რომ ნორმალური სოფლის მეურნეობა იყოს შესაძლებელი. ამიტომ საკვების უმეტესობა და სხვა საჭიროებები სხვა ქალაქებიდან მოაქვთ. თუ აქ ცხოვრება ასე რთულია, რატომ არიან ადამიანები, რომლებსაც ლარინკონადაში ცხოვრება სურთ? პასუხი მარტივია: ოქრო. ქალაქის გარშემო მთებში ოქროს მრავალი საბადოა. 1990-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანი წლების დასაწყისში ოქროს ფასი მსოფლიოში სწრაფად გაიზარდა. ამიტომ ათასობით ადამიანი წავიდა ლარინკონადაში. ზოგი იყო მაღაროელი. სხვებმა კი მცირე ბიზნესი წამოიწყეს, რათა მზარდი საზოგადოებისგან შემოსავალი მიეღოთ. დღესდღეობით აქ დაახლოებით 30000-დან 50000-მდე ადამიანი ცხოვრობს. ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია, რადგან ბევრი ადამიანი ხშირად იცვლის საცხოვრებელს და ასევე ბევრი მაღარო არ არეგისტრირებულია ოფიციალურად. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ აქ ბევრი მცხოვრებია, ქალაქში მაინც არ არის საკმარისი ძირითადი სერვისები. ელექტროენერგია ყოველთვის არ არის. გზებიც რთული მდგომარეობაშია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ამინდი ცუდია. ბევრ ადგილას ასევე არ არის სათანადო კანალიზაციის სისტემა, რის გამოც გარემოს სისუფთავის შენარჩუნება რთულია. აქ უმეტესობა ადამიანისთვის მთავარი შემოსავლის წყარო ოქროს მოპოვებაა. ზოგიერთ მაღაროში გამოიყენება ეგრიტოლებლი კაჩორიოს სისტემა. ამ სისტემაში ერთი მაღაროელი მუშაობს 30 დღე რეგულარული ხელფასის გარეშე. 31 დღის შემდეგ მხოლოდ მაშინ აძლევენ უფლებას, რომ რაც შეიძლება მეტი ოქრო, ან იმდენი, რამდენიც შეუძლია მაღაროდან გამოიტანოს, წაიღოს.
ეს სისტემა თითქოს აზარტული თამაშივითაა. თუ მაღაროელს გაუმართლა და ბევრი ოქრო იპოვა, შეუძლია დიდი შემოსავალი მიიღოს. მაგრამ თუ ცოტა იპოვა, თითქმის არაფერი დარჩება ერთი თვის მუშაობის შემდეგ. ამიტომ ბევრი ადამიანი იმედოვნებს, რომ ერთ დღეს თავადაც გაუმართლებთ. ყველა სირთულის მიუხედავად, ეს მაინც ნამდვილი საზოგადოება. აქ არის მაღაზიები, ბაზარი, ეკლესია, პატარა სასადილოები და ბავშვები, რომლებიც ცარიელ ნაკვეთებზე თამაშობენ. ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცივა და ჰაერი თხელია, აქ მცხოვრები ადამიანების უმეტესობა აქ იმიტომ არ რჩება, რომ ცხოვრება კომფორტულია. ისინი რჩებიან იმიტომ, რომ სჯერათ ერთი პატარა ოქროს ნაჭერი მათი ოჯახის ცხოვრებას შეცვლის. ლარინკონადაში ყოველი დღე რთულია. მაგრამ ბევრი ადამიანისთვის ოქროს პოვნის იმედი არის მიზეზი, რატომაც ისინი აგრძელებენ ცხოვრებას მსოფლიოში ყველაზე მაღალ მუდმივ დასახლებაში. ნომერი 3. ელ აგილარი, არგენტინა. ანდების მთებში ჩრდილოეთ არგენტინაში მდებარეობს ელ აგილარი. ეს ქალაქი ზღვის დონიდან დაახლოებით 3700 მეტრზე, ანუ 12300 ფუტზე მეტ სიმაღლეზე მდებარეობს. ეს არ არის ტურისტული დანიშნულება. ეს არის ნამდვილი ქალაქი, სადაც ოჯახები მთელი წლის განმავლობაში ცხოვრობენ. ელ აგილარი დაარსდა 1929 წელს თუთიისა და ტყვიის დიდ მაღაროს მხარდასაჭერად. დღემდე ოჯახი მაინც სამთო საქმიანობითაა დაკავებული. მოსახლეობის უმეტესობისთვის ეს არის ძირითადი შემოსავლის წყარო. იმის გამო, რომ ადგილი მაღლა მდებარეობს, ჰაერი იშვიათია. კიბეზე ასლაც კი ან ნივთების დარება უფრო დამღლელია ვიდრე ჩვეულებრივ. ბევრს სიმაღლის ავადმყოფობა წემართება, სანამ მათი სხეული შეეჩვევა. დაახლოებით 3000 ადამიანი ცხოვრობს აქ. უმეტესობა მაღაროში მუშაობს. სხვაები სკოლაში, საავადმყოფოში, ოფისში და სხვა საზოგადოებრივ სერვისებში მუშაობენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადგილი შორსაა, სკოლა მაინც არსებობს. ჯანმრთელობის ცენტრი, სპორტული სივრცე, სათემოცემო ცენტრი და პატარა კინოთეატრი. ასევე ტარდება ფესტივალები, რომლებიც აჩვენებს ანდების მკვიდრი მოსახლეობისა და თანამედროვე არგენტინის კულტურას. მაგრამ სირთულეები ყოველთვის არსებობს. ზამთარში გზები შეიძლება დაიხუროს თოვლისა და ძლიერი ქარის გამო. როდესაც ეს ხდება, საკვების და სხვა მარაგების მიწოდებაც იგვიანებს. მიუხედავად ამისა, ელ აგილარი მაინც აგრძელებს ცხოვრებას. ეს სოფელი ამტკიცებს, რომ შესაძლებელია ძლიერი საზოგადოების შექმნა, თუნდაც ძალიან მაღალ და რთულ ადგილებში. ნომერი 12. ტუივა, ტიბეტი. ტიბეტის პლატოზე მდებარეობს ტუივა, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივი დასახლება მთელ მსოფლიოში. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 5000 მეტრზე მეტია, ანუ დაახლოებით 16600 ფუტი. ეს არ არის სამთო ქალაქი ან სამხედრო ბაზა. ეს არის პატარა თიბეტელთა საზოგადოება, რომელიც ძირითადად პირუტყვს სუვლის. აქ ცხოვრება ძალიან რთულია. ჰაერში ჟანგბადის რაოდენობა თითქმის 2-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ზღვის დონეზე მდებარე ადგილებში. სცენარეებიც თითქმის არ იზრდება, რადგან მიწა თითქმის მთელი წლის განმავლობაში ძალიან ცივია. წყალს იღებენ დამდნარი ყინულიდან და მთის წყაროებიდან. სხვა საკვები, წამლები და ნივთები შორეული ქალაქებიდან მოაქვთ. თუნდაც მარტივი სამუშაო უფრო დამღლელია. ცხოველების მოვლა, წყლის მოპოვება და ცეცხლის დანთება უფრო მეტ ძალას მოითხოვს. მეცნიერებმა ასევე შეისწავლეს აქ მცხოვრები ადამიანები. კვლევების მიხედვით მათ ბუნებრივად შეუძლიათ უფრო იოლად გაუძლონ თხელ ჰაერს, ვიდრე ადამიანების უმეტესობას. ტუივაში არც რესტორნებია, არც სავაჭრო ცენტრები და არც ბევრი მანქანა. ცხოვრება მშვიდია და საზოგადოება ერთმანეთთან ახლოსაა. მიუხედავად ძლიერი სიცივისა და თხელი ჰაერისა, ტუივა მაინც რჩება ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მუდმივ საზოგადოებად მთელ მსოფლიოში. ნომერი 11. ალმა, კოლორადო. ამერიკის კოლორადოს შტატში მდებარეობს ალმა. ის ზღვის დონიდან დაახლოებით 3200 მეტრზე, ანუ 10000 ფუტზე მეტ სიმაღლეზე მდებარეობს. ეს არის ყველაზე მაღალმდებარე თვითმმართველი მუნიციპალიტეტი მთელ შეერთებულ შტატებში. ეს ნიშნავს, რომ მას აქვს საკუთარი ადგილობრივი მთავრობა და აქ მუდმივად მცხოვრები ადამიანები არიან. ალმა მე-19 საუკუნეში როგორც სამთო ქალაქი დაარსდა. ოფიციალურად ქალაქის სტატუსი მიიღო 1863 წელს. მას შემდეგ, რაც მის გარშემო ოქრო, ვერცხლი, თუთია და ტყვია აღმოაჩინეს. დღეს ალმას მოსახლეობა მცირეა. ბევრი მცხოვრები მუშაობს მეზობელ ქალაქებში და ყოველდღე მთებში მგზავრობს. რადგან ეს ადგილი მაღალზე მდებარეობს, ჰაერი იშვიათია. ზამთარი გრძელია და ხშირად თოვს. ამიტომ სახლები და მანქანები უნდა მოამზადონ ძლიერი სიცივისთვის. მიუხედავად ამისა, საზოგადოება მშვიდი და მოწესრიგებულია. ზაფხულში ისინი ატარებენ ხელოვნებისა და მუსიკის ფესტივალებს, რომელსაც სტუმრები ესწრებიან. ბევრი ირჩევს ცხოვრებას ალმაში, მისი მშვიდი გარემოსა და როკის მთების ლამაზი ხედის გამო. ნომერი 10. ვენკუანი, ტიბეტი. სინძიანგის და ტიბეტის საზღვართან ახლოს მდებარეობს პატარა დასახლება ვენკუანი.
მისი სახელი ნიშნავს ცხელ წყაროს. მისი ზღვის დონიდან სიმაღლე დაახლოებით 4800 მეტრია, ანუ 15900 ფუტზე მეტი. ეს ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი ადმინისტრაციული სოფელია. აქ მუდმივად დაახლოებით 200 ან ნაკლები ადამიანი ცხოვრობს. მათ შორის უმეტესობა ტიბეტელი ოჯახებია და რამდენიმე სახელმწიფო მოხელე. ვენქუანი ახლოს მდებარეობს ცინგჰაი ტიბეტის გზატკეცილთან და ცინგჰაი ტიბეტის რკინიგზასთან, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მაღალმთიანი რკინიგზაა. ამიტომ აქ მისვლა უფრო ადვილია ვიდრე სხვა მაღალმთიან დასახლებებში. თუმცა ცხოვრება აქ მაინც რთულია. ჰაერი იშვიათია და ჟანგბადის რაოდენობა თითქმის 2-ჯერ ნაკლებია ვიდრე ზღვის დონეზე. ამიტომ ახალმოსულები სწრაფად იღლებიან. სახლები აშენებულია ქვით და თიხის აგურით, რათა სითბო შიგნით უკეთ შენარჩუნდეს. ელექტროენერგია კი პატარა გენერატორებიდან და მზის პანელებიდან მოდის. ბოლო წლებში ჩინეთის მთავრობამ დაამატა რამდენიმე ძირითადი სერვისი, როგორიცაა უკეთესი წყალმომარაგება, სამედიცინო კლინიკა და სახლების უკეთესი იზოლაცია. თუმცა მკაცრი კლიმატი კვლავ გამოწვევად რჩება. როდესაც ამინდი და წყალმომარაგება იცვლება, ასევე ზიანდება იმ ოჯახების საარსებო წყარო, რომლებიც ფირუთხვის მოვლაზე არიან დამოკიდებული. ამ ყველაფრის მიუხედავად ადამიანები კვლავ ცხოვრობენ ვენცუანში, რომელიც ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი მუდმივი დასახლებაა. მეცხრე ადგილზეა პარინაკოტა, ჩილე. ჩილეს ყველაზე ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს პარინაკოტა. ის ახლოსაა პერუსა და ბოლივიის საზღვართან და ზღვის დონიდან დაახლოებით 4300 მეტრი, ანუ 14000 ფუტი სიმაღლეზე მდებარეობს. დაახლოებით 100-დან 200-მდე ადამიანი ცხოვრობს აქ მუდმივად. ამიტომაც ეს სამხრეთ ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებული კომუნაა. პარინაკოტა გარშემორტყმულია მაღალი ვულკანებითა და ვრცელი საძოვრებით. ეს ადგილი ცნობილია ასევე ტბებით, სადაც ვარდისფერი ფლამინგოები ბინადრობენ. მოსახლეობის უმეტესობა ლამებსა და ალპაკებს სუვლის. ეს ცხოველები მნიშვნელოვანია, რადგან ისინი მატებს მათხოს, ხორცს და საარსებო წყაროს საზოგადოებას. სოფელში პატარა სკოლაა, მაგრამ როდესაც ბავშვები საშუალო სკოლაში უნდა წავიდნენ, მათ სხვა ქალაქში გადასვლა უწევთ სასწავლებლად. ტურისტების რაოდენობაც ნელ-ნელა იზრდება ლამაზი ხედების გამო. თუმცა ეს ადგილი ჯერ კიდევ არ არის დიდი ტურისტული დანიშნულების ადგილი, რადგან ბევრს უჭირს სუნთქვა მაღალ ადგილას. დღემდე პარინაკოტა მშვიდად რჩება და მაცხოვრებლები აგრძელებენ ტრადიციულ ცხოვრებას. ნომერი 8. ლა-პასი, ბოლივია. ლა-პასი არის მსოფლიოში ყველაზე მაღალმდებარე დედაქალაქი. ის მდებარეობს ბოლივიაში და ზღვის დონიდან დაახლოებით 3200-დან 3000 მეტრამდე სიმაღლეზეა, ქალაქის ნაწილზე დამოკიდებულებით. ქალაქი მდებარეობს ღრმა ხეობაში, რომელსაც მაღალი მთები აკრავს. ამის გამო ლა-პასს განსხვავებული იერსახე აქვს სხვა დედაქალაქებთან შედარებით. ქალაქის ქვედა ნაწილში ოდნავ თბილად და მეტი ჟანგბადია. ხოლო უფრო მაღალ ადგილებში უფრო ცივა და ჰაერი უფრო იშვიათია. სიმაღლის გამო ბევრი ტურისტი სწრაფად ქოშინდება, როდესაც პირველად ჩამოდის. ზოგიერთს კიდევაც ეს ემართება. სიმაღლის ავადმყოფობა ემართებათ, სანამ მათი სხეული ეჩვევა. ამის მიუხედავად ლა-პასში ცხოვრება ნორმალურია. აქ არის სკოლები, ბიზნესები, მთავრობის ოფისები და მილიონობით ადამიანი მთელი წლის განმავლობაში ცხოვრობს აქ. ლა-პასი ამტკიცებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი ძალიან მაღლა მდებარეობს, ის მაინც შეიძლება იყოს ქვეყნის ბიზნესის, კულტურისა და მთავრობის ცენტრი. ნომერი 7. შინგო, ინდოეთი. ინდოეთის ჰიმალაის მთებში მდებარეობს შინგო. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან დაახლოებით 4400 მეტრი, ანუ 14500 ფუტია. აქ მუდმივად 200-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს. მათგან უმეტესობა ბროკპას ეკუთვნის, ეს არის მცირე ეთნიკური ჯგუფი, რომელიც ამ რეგიონში დიდი ხანია ცხოვრობს. შინგო არ შექმნილა სამთო მოპოვების ან ტურიზმის გამო. საზოგადოება ცხოვრობს მიწათმოქმედებითა და პირუტყვის მოვლით. ჰაერი თხელია და კლიმატი ცივი, ამიტომ მხოლოდ ცოტა რამ შეიძლება დაითესოს. მათ შორისაა ქერი, ბარდა და რამდენიმე ფესოვანი ბოსტნეული. ისინი ასევე ზრდიან იაკებსა და თხებს, რომლებისგანაც იღებენ რძეს, ხორცს და მატყლს. მათთვის მათი კულტურაც მნიშვნელოვანია. დღემდე ისინი კვლავაც აღნიშნავენ თავიანთ ტრადიციებს, ცეკვებსა და ფესტივალებს, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა, უფროსებიდან ბავშვებამდე. მოსახლეობას ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს. როცა რამე შესაკეთებელი ან ძლიერი თოვლი მოდის, მთელი საზოგადოება ერთმანეთს ეხმარება. მიუხედავად ძლიერი სიცივისა და მაღალი მთებისა, შინგო კვლავაც ცოცხალია და ინდოეთის ერთ-ერთ ყველაზე შორეულ, მუდმივად დასახლებულ თემად რჩება. ნომერი 6. ჩივაი, პერუ. ანდების მთებში პერუში მდებარეობს ჩივაი.
მისი სიმაღლე ზღვის დონიდან დაახლოებით 3600 მეტრი, ანუ 12000 ფუტია. ეს არის კაილომას პროვინციის დედაქალაქი და მოსახლეობა დაახლოებით 5000 ადამიანს შეადგენს. ეს ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქია კოლკას კანიონის მახლობლად, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ღრმა კანიონად ითვლება. ჩიუაიში ჯერ კიდევ ჩანს ინკების და ესპანელთა ეპოქის ისტორია. აქ არის ძველი ეკლესია, მოედანი და ქვაფენილიანი ქუჩები, რომლებიც დღემდე გამოიყენება. ქალაქი ასევე ცნობილია თავისი ფერადი ტრადიციებით. დღესასწაულების დროს ადგილობრივები ტრადიციულ ტანსაცმელში გამოწყობილებით ცეკვავენ. ჩიუაისთან ახლოს მდებარეობს ლა კალერას ცხელი წყაროები. ბევრი ტურისტი და ადგილობრივი მოდის აქ, რათა დაისვენოს მიწისქვეშეთიდან ამოსულ თბილ წყალში. მიუხედავად მაღალი მდებარეობისა და თხელი ჰაერისა, ჩიუაი კლავად სიცოცხლით სავსეა და პერუს ანდებში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქად რჩება. ნომერი 5. კარზოკი, ინდოეთი. ინდოეთის ლადახის რეგიონში მდებარეობს კარზოკი. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან დაახლოებით 4500 მეტრი, ანუ 14800 ფუტზე მეტია. აქ მუდმივად 200-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს. ამიტომაც ეს ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალ და შორეულ საზოგადოებად ითვლება. რადგან ადგილი ძალიან მაღლაა, ჰაერი იშვიათია და ცხოვრება რთულია. ზამთარში ტემპერატურა -20 გრადუს ცელსიუსამდე ეცემა და მთელი სოფელი შეიძლება თოვლში ჩაიძიროს. მოსახლეობის უმეტესობა ცანგფებია, რომლებიც იაკებსა და თხებს ულიან. ამ თხებიდან მოდის ცნობილი პაშმინის მატყლი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მატყლის სახეობაა. სოფლის შუაგულში მდებარეობს ბუდისტური მონასტერი, რომელიც უკვე 300 წელზე მეტი არსებობს. პრესაც ის საზოგადოების ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. აქ ძალიან ცოტა ტურისტი მიდის. მთავრობაც სპეციალურად ზღუდავს განვითარებას, რათა დაიცვას ბუნება. მიუხედავად ძლიერი სიცივისა და თხელი ჰაერისა, კარზოკში ხალხი კვლავ აგრძელებს ცხოვრებას და მრავალი თაობის განმავლობაში ინარჩუნებს საკუთარ ტრადიციებს. ნომერი 4. პოტოსი, ბოლივია. ბოლივიაში მდებარეობს პოტოსი, ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი ქალაქი მთელ მსოფლიოში. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 4000 მეტრზე, ანუ 13400 ფუტზე მეტია. ესპანელების პერიოდში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალაქი მთელ ამერიკაში. რადგან სერო რიკოდან, ანუ მდიდარი მთიდან, ძალიან ბევრი ვერცხლი მოიპოვებოდა. დღემდე აქ მუდმივად 200.000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. აქ მხოლოდ სამთო მრეწველობა არ არის შემოსავლის წყარო. ქალაქში ასევე არის სკოლები, უნივერსიტეტები, საავადმყოფოები, ბაზრები და მუზეუმები. იმის გამო, რომ ადგილი მაღალზე მდებარეობს, ბევრი ტურისტი სიმაღლის ავადმყოფობას განიცდის. მაგრამ ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ეს მათი ცხოვრების ნორმალური ნაწილია. პოტოსი ასევე ცნობილია თავისი ძველი ქალაქის ცენტრით, რომელიც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად არის აღიარებული, ისტორიული შენობებისა და ეკლესიების გამო. დღემდე პოტოსი ბოლივიის ისტორიისა და კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი რჩება. ნომერი 3. ლაია, ბუტანი. ბუტანის მთებში მდებარეობს ლაია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე შორეული მუდმივი საზოგადოება ქვეყანაში. ის ზღვის დონიდან 12000 ფუტზე მეტ სიმაღლეზე მდებარეობს. აქ მისვლა ადვილი არ არის. ჯერ საჭიროა რამდენიმე საათი იმზავრო. შემდეგ კი თითქმის 2 დღე იარო მთაში. მოსახლეობის უმეტესობა იაკებს უვლის. ისინი აგროვებენ კორდიცეპსაც, სოკოს ერთ სახეობას, რომელსაც ტრადიციულ მედიცინაში იყენებენ და მაღალი ღირებულება აქვს. ზამთარში ტემპერატურა -15 გრადუს ცელსიუსამდე ეცემა. ამიტომ ოჯახები მხოლოდ საკუთარ სახლებში რჩებიან და თავიანთ ცხოველებს უვლიან. ლაიას ქალები ასევე ცნობილები არიან თავიანთი უნიკალური ტრადიციული ქუდებით, რომელსაც დღემდე ატარებენ. ინტერნეტი და მზის ენერგია ნელ-ნელა აღწევს საზოგადოებაში. თუმცა ბევრი ახალგაზრდა მაინც ქალაქებში გადადის სასწავლებლად ან სამუშაოდ. ამის მიუხედავად ლაიას ტრადიციები დღემდე ცოცხალია. ნომერი 2. ვოლონგი, ჩინეთი. ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში მდებარეობს ვოლონგი. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან დაახლოებით 12500-დან 13000 ფუტამდეა. ვოლონგი ცნობილია მთელ მსოფლიოში გიგანტური პანდების დაცვის ცენტრით. მაგრამ ამასთან ერთად ეს ასევე ნამდვილი საზოგადოებაა, სადაც თაობების განმავლობაში ტიბეტელები ცხოვრობენ. 1980-იან წლებში აქ აშენდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პანდების კვლევითი ცენტრი. მას შემდეგ აქ უფრო და უფრო მეტი მეცნიერი და ბუნების დამცველი ჩამოდის. აქ ასევე მუდმივად იკვლევენ თუ როგორ მოქმედებს კლიმატის ცვლილება მთებზე, ტყეებსა და რეგიონში მცხოვრებ ცხოველებზე. თანამედროვე კვლევითი ინფრასტრუქტურის მიუხედავად, ბევრი მაცხოვრებლისთვის ტრადიციული ცხოვრების წესი კვლავ შენარჩუნებულია. ვოლონგი ამტკიცებს, რომ ბუნება, მეცნიერება და საზოგადოება ერთ სივრცეში თანაცხოვრება შეუძლიათ. ამიტომაც ის მსოფლიოში ყველაზე მაღალმთიან მუდმივ საზოგადოებათა სიაში პირველ ადგილს იკავებს. ნომერი 1. ცენეკი და ამბარასი, ეთიოპია.
ეთიოპიის სიმიენის მთებში მდებარეობს ცენეკისა და ამბარასის საზოგადოებები. ეს ადგილები ზღვის დონიდან დაახლოებით 3600-დან 4000 მეტრზე მეტად სიმაღლეზე მდებარეობს. მოსახლეობის უმეტესობა გლეხებია. ისინი ზრდიან ქერს, ხორბალს, სტეპს და სხვა კულტურებს, რომლებიც ცივ კლიმატში ძლებენ. ამ ადგილას აირი ხრელია, ამიტომ ბევრი ადამიანი ადვილად სუნთქვის გაძნელებას განიცდის. არსებობს სკოლები და მარტივი სამედიცინო კლინიკა, მაგრამ ზოგიერთ თემში ბავშვებს შორს სიარული უწევთ, რომ გაკვეთილებზე მოხვდნენ. მიუხედავად რთული ცხოვრების პირობებისა, ოჯახები მაინც აგრძელებენ აქ ცხოვრებას და თაობიდან თაობას გადასცემენ თავიანთ კულტურას.